გამარჯობათ, პატივცემულებო, მოგესალმებით. ეთერში ვართ, ხუთშაბათი დღეა და თქვენს წინაშე ტრადიციულად ვართ მე, ბექა თაუბერი, კაპანაძე და გეგა ხვედელიძე. ჩვენ გვყავს სტუმარი, რა თქმა უნდა, დღევანდელ დღეს ყველასთვის ძალზედ ნაცნობი სასურველიც, მისი, ასე ვთქვათ, მოსმენა ყოველთვის ეს არ არის ქარაგმა, ყოველთვის საინტერესოა, პოლიტოლოგი და სხვა რეგალიებს თქვენის ნებართვით აღარ ჩამოვთვლი, ბატონი მამუკა არეშიძე, მოგესალმებით. მოგესალმებით. მოგესალმები, ჩართულია? დიახ, ჩართულია. კი ბატონო, მეგობრებო, ამ სტუდიაში არ ახალია, რა თქმა უნდა, შეხვედრები, სტუმრებთან ერთად საუბარი, ჩვენი წუხილიც საერთოა, ჩვენი სატკივარიც საერთოა, უნდა ითქვას აუცილებლად, რომ საკმაოდ მრავალწახნაგოვანი გახდა ჩვენი პრობლემატიკა და თუ რომელს ჯობნის აქტუალიზმით, რომ ერთი შეხედვით ვერ გაგიგია კაც, არადა ამ დროს ყველა პრობლემა აქტუალურია და ბმაშია. ჩვენი ძირითადი თემატიკა შეეხება მიმდინარე ქაოტურ და მეტად დრამატულ მოვლენებს საერთოდ მთელ მსოფლიოში. და ჩვენი ქვეყნისთვის უპირველეს ყოვლისა, რაც ჩვენ გვაღელვებს, კავკასიისთვის, რა თქმა უნდა, და ეს ყველაფერი ალბათ განვლილი ისტორიის შუქჩრდილებზეც გამოსაკვეთია. საერთოდ კავკასიის რეგიონს უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა ყოველთვის, არა მხოლოდ ჩვენთვის, რადგან ამ რეგიონის მკვიდრები ვართ და ჩვენი ავტოქთონური ერი არსად არ წასულა, პირველი დამკვიდრება რაც ჰქონდა ჩვენ ამ რეგიონში და ამ ალაგზე, წმინდა ალაგზე იქ ვიმყოფებით ისევ და მადლობა ღმერთს ამისათვის. მაგრამ კავკასიის რეგიონს გარდა იმისა, რომ შიდა კონფლიქტები არაერთი ჰქონია, მაინც თვითონ თავისი ეთნიკური შემადგენლობით ეს რეგიონი გარკვეულად ალტრუიზმით წარდგებოდა ხოლმე, ასე ვთქვათ, მისი მახასიათებელი ერთ-ერთი იყო ალტრუიზმი, მე ესე ვიტყოდი, გარემომცველი სამყაროს მიმართ. თუმცა დღეს ვითარება გარკვეულწილად და მნიშვნელოვნად შეიცვალა ვექტორალურად და არა მხოლოდ და საერთოდ ჩვენი კუთხით მე შემიძლია შევადარო არათუ ალტრუიზმს, არამედ ძალიან დიდ სნეულებას და ეს გამოვკვეთო ბატონ მამუკა, ბატონ გიგა, რომ გარკვეულწილად ამდენი მომიტევეთ, მაგრამ კიდევ რბილად ვიტყვი, სიბეცეც ალბათ, ამდენი კონფორმიზმი, ამდენი, ასე ვთქვათ, რენეგატული, ასე ვთქვათ, უნებლიეთ თუ ნეფსითი რა მნიშვნელობა აქვს? ზოგჯერ უნებლიეთ და დაუდევრობით ჩადენილი შეცდომები იმდენად დიდად დანაშაულის ტოლფასია, რომ აჭარბებს დაგეგმილ, ასე ვთქვათ, ღალატებს. ეს ამას უტყვი მეტყველი ისტორიაა ჩვენი. და ასე ვთქვათ, კითხვა და საკითხი შემდეგში მდგომარეობს, ბატონ მამუკა, თქვენთან ეხლავე მალე გადმოვალ სიტყვით. დღეს არსებულ მართლაც ქაოტურ მსოფლიოში, დღეს არსებულ ძალმომრეობით, ასე ვთქვათ, არსებულ მსოფლიოში და ჰეგემონ ქვეყანათა რიცხვის ზრდის ეპოქაში, ხომ, პოლარული, ასე ვთქვათ, ასეთი სივრცეები, ხომ, მულტიპოლარული სივრცეების ეპოქაში, ძირითადად რა დიდ საფრთხეს ხედავთ, რომელიც მრავალი სახეზეა, ძალიან კარგად იცით, სამომავლოდ რა საფრთხეებია მოსალოდნელი თუ ასე ვაპირებთ განვითარებას ბრჭყალებში. არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ მთლიანად კავკასიის რეგიონისთვის. ამ ეპოქაში, სადაც ეკონომიკა და პოლიტიკა, რა თქმა უნდა, ყოველთვის ბმაში იყო ერთმანეთთან, მაგრამ დღეს ძალიან დიდ რყევებში და ასე ვთქვათ, არასტაბილიკით გამოირჩევა
და გავანებოთ თავი ეს მიზანმიმართულად, როგორ არის რანაირად უბრალოდ de facto ესეა. ანუ ის გამოწვევები, საფრთხეები, ის რისკები, განვითარების პერსპექტივებსაც აი როგორ ხედავთ. არა, ჯერ ოღონდ ვთქვათ, რომ გადარჩენის პერსპექტივა, ჯერ უნდა გადავრჩეთ, რომ უნდა და შემდეგ განვითარდეთ, ხომ, ბუნებრივია. აი რა კუთხით ხედავთ და რას გამუკვეთთ? ჩვენი ქვეყნისთვის სახელმწიფო წამომცდა კინაღამ და ნეტავ კი არ წამომცდენოდა, არამედ მართლა სახელმწიფოთ ვიყოთ ჩვენი ნიშანთვისებებით და სახელმწიფოს კი არ უწოდებ უბედნიერესი კაცი ვიქნები. და ასევე მთელი კავკასიის მასშტაბითაც. დიდი ყურადღებით მოგისმენდით, ჩემო კარგო. და კიდევ ერთხელ მოგესალმებით. კითხვა მდგომარეობს, მეც მოგესალმებით, ბუნებრივია. კითხვა მდგომარეობს, შემდეგში რა გამოწვევია კავკასიას, საფრთხეები, გამოწვევები, მომავალი. შევთანხმდეთ იმაზე, რომ ეს რეგიონი ყოველთვის იყო ინტერესის საგანი მსხვილი მოთამაშეების, პოლიტიკური მოთამაშეების. ეს აქსიომაა, ხო? ახლა რომა რეგიონში, მსოფლიოს რომა რეგიონში არ ყოფილა თავდასხმა სხვა მეზობელი ძლიერი მეზობელის ყველგან ყოფილა ასეთი რა, მაგრამ კავკასია თვალსაზრისით არის უაღრესად მდიდარი ისტორიის მატარებელი. ხო და ნუ ხა კავკასიის დაკავება და კონტროლი ბევრს უნდოდა, ეს განპირობებულია ძალიან ბევრი ფაქტორით. აქ იყო ნოყიერი ნიადაგი, გადიოდა სავაჭრო გზები, ორი ზღვის შემაერთებელი იყო. და აქედან გამომდინარე ინტერესის უზარმაზარი იყო. მე წიაღისეულის თემა გამოჩნდა. მე ნუ აი მოკლედ ახლა მე კონტროლისთვის და ამ რეგიონის კონტროლისთვის დაიწყეს ერთმანეთთან ბრძოლა მსხვილ მოთამაშეებმა, საშუალო მოთამაშეებმა. მოკლედ კიდე ამბები იყო ისტორიულად, ხო თქვენც ძალიან კარგად ამაზე ახლა ყურადღებას არ გავამახვილებ, მაგრამ ეს გამოწვევები არსად არ წასულა, დარჩა. გამოწვევების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი იყო გადიშე და იბატონე, დაპირისპირება. ყველაფერი იკეთდებოდა იმისთვის, რომ ამ რეგიონის მაცხოვრებლის სხვადასხვა დაინტერესება, სხვადასხვა ორიენტაცია ქონოდათ. აი მაგალითად პირველი რესპუბლიკების პერიოდი 18-21 წელი მაშინ იყო ესე რომ თურქეთის ინტერესებს აზერბაიჯანის მაშინდელი რესპუბლიკა ატარებდა ინგლისის ინტერესებს ჩვენი მეზობელი სომხეთი ჩვენი დასაკვირველი გერმანიის ინტერესებს ესე ყოველთვის ეგრე იყო მე შეიცვალა მაგრამ ორიენტაცია მაინც იგივე დარჩა ისევ აზერბაიჯანი თურქეთი 90-იან წლის მერე ჩვენ დასავლეთი სომხეთმა რუსეთისკენ მიაპყრო მზერა. საბოლოო ჯამში ყველაფერი კეთდებოდა შენარჩუნებული ყოფილიყო. კონფლიქტები დაკონსერვებული იყო, იმიტომ რომ დაკონსერვებული კონფლიქტის მეშვეობით იულია საკუთარი გავლენების გაცლიერება. ეს არის მოცემულობა. მე ახლა როგორც კი დაიწყო ცოტა გონს მოსვლა რეგიონის ქვეყნებმა, იმ წუთში მოინდომეს ამათმა მსხვილ მოთამაშეებმა მაინც თავისი ესე იგი ინტერესების გატარება. ერთმა აკაურმა მოთამაშემ ორმა აკაურმა მოთამაშემ შეცვალა ორიენტაცია. სომხეთმა დასავლეთისკენ საქართველოს სუვერენიტეტზე ააგო თავისი, ყოველ შემთხვევაში ასეთია განცხადება, სუვერენიტეტზე ააგო თავისი ხვალინდელი დღე. რასაკვირველია მიუღებელია მსხვილი მოთამაშეებისთვის, იმიტომ რომ მათი ინტერესების შესაბამისად მოქმედება არ ხდება. საქართველოს ამ თვალსაზრისით ყველაზე უფრო რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. ახლა სომხეთის მდგომარეობაც არ არის ესეთი მარტივი, გულახდილად რო გითხრათ, მაგრამ საქართველოს განსაკუთრებულად, იმიტომ რომ ვერცეთის მოსაწონი პოლიტიკას პოლიტიკის დეკლარირებას ვერ ახდენს. აი, აქედან გამომდინარე გამოწვევების ესე ვთქვათ, რიცხვი გაიზარდა. დიახ. ხო და ახლა რაც შეეხება ამ მდგომარეობას, როდესაც თქვენ დეფინიცია გაუკვეთეთ სახელმწიფო და ქვეყანა. რასაკვირველია, ქვეყანა ვართ ოღონდ სახელმწიფო მშენებლობის რეჟიმში. ეს ქვეყანას, რომელსაც დაკარგული ტერიტორიების პოლიტიკური, ესე ვთქვათ, პრეტენზიები აქვს და ტერიტორიული მთლიანობის აღგენა უნდა, ის ვერ იქნება სრულყოფილი სახელმწიფო. რასაკვირველია, სახელმწიფოს ატრიბუტიკა გვაქვს და ვამაყობთ ჩვენი დროში ჰიმნით და ყველაფრით, მაგრამ საზღვრების საკითხი ჯერჯერობით აერშია გამოკიდებული და დღეს კიდე სოციალურ ქსელში ისევ გარეჯის თემა არის აქტუალური. ეს გარეჯი არის კრეფსიტის დასახელება ყველა ამ პრობლემატიკისა, რომელიც საზღვრთან დაკავშირებით გვაქვს. ასე რომ ესეთი ვითარება. თან გამოწვევები არის გარე პოლიტიკის, გამოწვევები არის რეგიონალური მასშტაბის, გამოწვევები არის შიდა.
პოლიტიკის, ეს დაკავშირებულია დემოგრაფიასთან, დაკავშირებულია ცხოვრების სოციალურ მდგომარეობასთან, დაკავშირებულია გაუცხოებასთან, ახალგაზრდობის და საზოგადოების დიდი ნაწილის ცნებასთან, სამშობლო პატრიოტიზმი და ასე შემდეგ. და ბევრი სხვა რამ არის, ახლა აღარ მინდა ჩამოთვლა ისედაც ძიმე ფსიქოლოგიური პონია ქვეყანაში და კიდე ხალხის გაგიჟებას აღარ არის მე ვფლი რომ აღარ არის საჭირო. კი ბატონო, თუმცა თქვენ ბრძანეთ რომ სახელმწიფოს მშენებლობის ფაზაში ვართ, პროცესში. ძალიან კარგია, როცა სახელმწიფოს მშენებლობის პროცესში იმყოფები სახელმწიფოს მესვეული და მთელი ერი. მაგრამ დღევანდელობა სამწუხაროდ ეს მე ძალიან არათუ მსურს ამას ვენ უკვით და ამისთვის შეიქმნა ეს პოლიტიკური ერთობაც, ამისთვის ბრძანდებით დღეს თქვენ აქ, ამისთვის არის სწორედ ის განცხადებები და ასე ვთქვათ მაქსიმალურად ვისაც რა შეუძლია, ვინც არა მხოლოდ თავის თავს მოიაზრებს ეროვნულ პლანზე, არამედ ეროვნულად მართლა აზროვნებს, ცნობიერება ეროვნული აქვს. და ეს ეროვნული არ არის, რა თქმა უნდა, დრომოჭმული და რაღაც ნეოლიბერალურ რაღაც ნარატივებთან იდენტიფიცირებული. მე ასე ვიტყოდი უფრო ალბათ სახელმწიფოს მშენებლობის პროცესში გვინდა ალბათ ვიყოთ, თორემ ეხლა რეალურად ეს ნაბიჯები, რასაც ვამჩნევთ ჩვენ პოლიტიკოსებისაგან, ბრჭყალებში მაინც ეს სიტყვა პოლიტიკა წმინდათა წმინდა საქმეა. პოლიტიკა შეიძლება დასარევლიანდეს პიროვნებათა მიერ, თორემ პოლიტიკა წმინდათა წმინდა საქმეა და ამას აღარ გავაგრძელებ მრავალწერტილი ისტორიული ექსკურსებიც ნათლად მეტყველებს ამის შესახებ. მხოლოდ ჩვენი ისტორია რომ გავიხსენოთ, სრულიად საკმარისი იქნება და არ ასე ვთქვათ გადავიდეთ მსოფლიო ისტორიაზე. ნათქვამია ბატონ მამუკა, ბატონ გეგარო, ესე იგი წუთი სოფელი ბოროტსა ზედად გასო. ალბათ ამ პათოსითაც ეხლა აქ ცოტა მეტაფიზიკურ მოვლენასთან გვაქვს კავშირი, რადგან ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს ცხონებული ჩემთვის სათნო და არა მხოლოდ ჩემთვის, ბევრისთვის ალბათ პრეზიდენტის ზეად გამსახურდიას იდეა ერთიანი კავკასიური სახლის მშენებლობის შესახებ. იცით, ჩემთვის მიუხედავად იმისა, რომ მისი სულიერი მისია და მრავალი ჩანაწერი, ესე თუ საერთოდ მისი მოღვაწეობა უმთავრესად და ძირითადად მხოლოდ რა თქმა უნდა ჩემგან თაყვანცემას და პატივისცემას იმსახურებს. მე აი ამ საკითხში სულ სხვა მოსაზრებისა ვარ. საერთოდ ბაზის ერთიანობისას და მით უმეტეს როცა ესეთი ხმამაღალი განცხადებაა, ხო, იდეად გაჟღერებული გეგა, რომ ერთიანი კავკასიური სახლი გასაგებია მესმის მე რისმა გორდეზიანიც ნაშრომიც ვიცი პავლე ინგოროყვა ნიკო მარსა აქვს კიდევ და არაერთ ჩვენს ლინგვისტებს და საერთოდ მეცნიერებს ხომ ისტორიკოსებს პროტოქართველური ტომები იბერიულ კავკასიური ერთობა და საერთოდ ასე შემდეგ ხომ თან ბელესტრიკაში რომ არ წავიდეთ და უტრირებაში უბრალოდ ერთი რამ მინდა გითხრათ რომ ბაზისი ალბათ ხო თუ დამეთანხმებით ბაზისი ამ ერთიანობისა უნდა იყოს საერთო ეთნო კულტურული მენტალური გეოგრაფიული კავშირი და თანხwebdra რა თქმა უნდა საერთო მეტნაკლებად საერთო გენეზიც და აბა როგორ შეიძლება ჩვენ ვისაუბროთ საერთო აი ამ ჩამოთვლილთაგან თუნდაც რომელიმე გამოვკეთოთ და ვთქვათ რომ დღევანდელობა აი როცა თუნდაც კავკასიის ალბანეთი უკვე რამდენი საუკუნე აღარ არის და სხვათა შორის არაბებმა მოუღეს ბოლო მათაც როგორც ეგვიპტეს და ჩრდილო კავკასიურ ტომებს იცით თქვენ ეს ძალიან კარგად არ გესწავლებათ და არა მხოლოდ მრავალი შემოჯარული მტერი ყავდა კაცო კავკასიას ამ ყველაფრის გათვალისწინებით ეს საერთო კავკასიური სახლის მშენებლობა რაღაც საპნის ბუშტად მეჩვენება და იდეის დონეზე მხოლოდ რადგან ჯერ აღმსარებლობას რომელიც ჩემთვის და ჩვენთვის მართლმადიდებლების ფუნდამენტარული ამას რომ თავი დავანებოთ გასაგებია რომ ერდოს კავკასია სრულიად გაქრისტიანდა ზოგი გვიან ზოგი ადრე ზოგი როგორ მაგრამ დღევანდელობა და გუშინდელობაც და კარგახანია ესეა
ნამდვილად არ გვიბიძგებს იქითკენ და არც ის პერიოდი, როცა ბატონი ზვიადი ბრძანდებოდა, რომ ჩვენ კავკასიურ რაღაც სახლის მშენებლობაზე გქონოდა ძალიან დიდი იმედები და რაღაც სასოება. ასე რომ ეს შეუმდგარი პროცესი იქნებოდა, ვფიქრობ და მომიტევოს მისმა უკვდავმა სულმა ეს კრიტიკა არ არის ჩემი მოსაზრება და აი ამ პათოსით მინდა სწორედაც გით ან ჰაიაკები ჰაუსიანელების ადბრძანდებიან უფრო ადრე ვიდრე კავკასიის ალბანეთი იყო ჰაუსიანელებიც აღიგავენ პირისაგან მიწისა ხო იქ ახლა ფლათ არაბებს ვერ დავაბრალებთ მაგრამ ყოველ შემთხვევაში მოხდა ისე რომ აქ გენეზის ეთნო-კულტურულ ასე ვთქვათ მენტალური ერთობის ასე ვთქვათ თანხwebdra ალბათ 0.00 რაღაც პროცენტი შეიძლება იყოს ახლა ეს კავკასიის ალბანეთი მაინც გენეზი უდინებში გაგრძელდა და ასე შემდეგ ახლა ეს არ არის ჩვენი ძირითადი თემა აი როგორ ფიქრობთ აღსარებლობას აი ჩვენი ეთნოსის გადარჩენისათვის კავკასიაში და საერთოდ ამ გლობალიკაში ჩვენს აღსარებლობას და აღსარებლობისთვის იმ დიდ სიქველეებს და იმ დიდ თავდადებას რომ ამხელა დიდი როლი ენიჭება რაც თვალნათლივ ხელის გულზეა არ არის გამოსაკვეთი და აღსაღნიშნი ამ საერთო პრიზმაში რომ ჩვენი ეთნოსი შევინარჩუნეთ მიუხედავად იმისა რომ აწიავკება და ტანჯვა წამება არ აკლდა ჩვენს კუთხეს ჩვენს საქართველოს და რა თქმა უნდა რწმენა შევინარჩუნეთ ავად თუ კარგად ნუ როგორც ავარ დღეს რომ ეხლა დიდი ქრისტიანები ვიყოთ და მთელი ერი ქრისტეს ჯულზე ლოცულობდეს და ქრისტეზე ლოცულობდეს და ასე ვთქვათ მართლა იყოს ჭეშმარიტი ქრისტიანი იმას არ მოვიმუშაკებდით ცოდვებად ჩვენი ცოდვებით რა დღეშიც აქ ყველაფერი ხო მიზეს შედეგობრივია ამიტომ ვახსენეთ ეხლა მეტაფიზიკა რასაც აბსოლუტურად დიდი გავლენა ქონდა დასაბამიდან და ყოველთვის ექნება ახლა მე თუ მკითხავთ ეს კატოლოგიურ ფაზაში ვართ და ეს არ არის განყენებული და ეს არ არის ესე ვთქვათ სადესერტო თემა აი ამ როლს ქრისტიანობისა როგორ მიიჩნევთ იყო ერთ-ერთი გადამწყვეტი ჩვენი ერის გადარჩენისათვის ერთ-ერთი კი დიახ ერთ-ერთი გადამწყვეტი იყო მაგრამ იცით რა შეესაქმე მე მაგალითად ვთვლი რომ ქართული გენი ბევრად უფრო ძლიერი იყო ვიდრე სხვა მოვლენა მარტო რელიგიური ფაქტორი არ არის აქ არის იდეა შეიძლება ითქვას ქართულთა ერთიანობისა რომელიც ზუსტად იყო გადამწყვეტი ექსტრემალურ სიტუაციაში იმიტომ რომ მიუხედავად იმისა რომ მუსულმანებსა და ქართველებს შორის არაერთი ჯახი ყოფილა შეტაკება მათ შორის ქართველებს ექსტრემალურ სიტუაციაში მე არაერთ შემთხვევაში შემიძლია მოვიყვანო როდესაც ქრისტიანობა და მუსულმანობა მაინც ერთი ნაბიჯი გადადგეს და მის ნათელი მაგალითი 1877 წელი აჭარის მოვლენები და 1821 წლის აჭარის მოვლენები ხო და მე არაერთი მაგალითი შემიძლია დაგისახელო და საქართველოში მაცხოვრებელი მუსულმანები ქრისტიანებთან ერთად იბრძოდნენ საერთო მტრის წინააღმდეგ მაგალითად ასპეტის ბრძოლა დიახ ხო ეს იცით როგორ არის რელიგიური ფაქტორი ძალიან მნიშვნელოვანია თან ძალიან მნიშვნელოვანია ის რომ რა ტიპის რელიგია არსებობდა ქრისტიანობამდე კავკასიაში რომელიც პრაქტიკულად ერთიანი იყო მთელი კავკასიური ტომებისთვის ძალიან მონათესავე რელიგიური სურათი იყო და მერეც მიაქციეთ ყურადღება რომ საბოლოო ჯამში ჩამოყალიბდა და უნიკალური რელიგიური მოზაიკა რომელიც ერთად თანაარსებობას ხელს არ უშლიდა ისლამი იქნებოდა ეს ქრისტიანობა იქნებოდა იუდაიზმი იქნებოდა თუ სხვა აი ზოროასტრის მაგალითად ეს თაგვანის მცდელობა მე ერთ რამესაც მინდა მიაქციოთ ყურადღება რომ ყველა ეს რელიგიური მიმდინარეობა ეფუძნებოდა ერთ უმთავრეს ტრადიციას ადათს კავკასიურ ისლამზე არაერთხელ მithქვამს რომ ის იმით არის განსაკუთრებული რომ შარიათზე უფრო მაღლად ადათს აყენებს ეს ძალიან სერიოზული თემაა. შეიძლება ვიღაცისთვის ეს ცოტა გაუგებარიც იყოს, მაგრამ ეს მიუხედავად შიიტურ სუნიტური დიფერენციაციის. მიუხედავად შიიტურ სუნიტური დიფერენციაციას და ამის მაგალითით შემიძლია მოვიყვანო. ანალოგიური მდგომარეობა ჩვენ გვაქვს, როგორც აღმოსავლეთ საქართველოს რიგი რეგიონი ყველგან არა. კავზარბაიჯანის მთიანეთში
სადაც სუნიტების და შიიტებს გულისხმობ. ანალოგიური მდგომარეობა განსაკუთრებით ძალიან აქტუალურად კავკასიის მთიანეთში სუნიტებისა და ზარიან და აჭარაში, სადაც სუნიტები არის. ეს ახლა რასაკვირველია, ეს არ არის მყვილ ამ მდგომარეობაში არ არის, მაგრამ ფაქტი იმ როგორც ამის მცოდნეს გეუბნებით, რომ ეს ასეა და მაგალითად თუ რამე როდისმე გაუკეთებია კარგი რამზან კადიროვს ერთი ეს გააკეთა, რომ ზუსტად ამით გაუწია პოლიტიკურ ისლამს წინააღმდეგობა, რომ მოახდინა კულტივირება 19 საუკუნის დიდი ჩეჩენი მქადაგებლისა, ისლამის მქადაგებლისა ჰაჯი კუნტა კიშიევის, რომელიც ზუსტად კავკასიური ისლამის თავგადადებული მომხრე იყო. პოლიტიკური ისლამის წარმომადგენლება როცა დაიწყეს რეგიონში აქტიურობა, პირველად დაერიენ ზუსტად ტრადიციული ისლამის მიმდევრებს კავკასიურს. ეს ისტორია შორს წაგვიყვანს. მოკლედ ასია თუ ისე მე ეს მინდა თქვა, ქართული გენის ფაქტორი, ქართულთა ერთიანობის მუდმივი სურვილი, იმიტომ რომ ჩვენ ახლა შეგვიძლია მოვიყვანოთ წინა საუკუნეების ისტორია, როდესაც ვიდრე ქართველი ერი თავის თავს მოსინჯავდა ერთობლიობაში. ყველა რელიგიურ ფაქტორზე მეტად ეს მიმაჩნია ენა თავისთავად და კულტურა. აი ეს კულტურული ფუძის შექმნა ეს არის ქართველების დამსახურება კავკასიაში და შენარჩუნება, თორე ასაკვირველია სომხებმა თავის კულტურული ფუძა შექმნეს, ალბანელებმა თავისი, მაგრამ შენარჩუნებას ძალიან დიდი მნიშვნელობა, აი ქართველებმა შეინარჩუნეს. ხო და როდესაც ლაპარაკია კავკასიური ერთიან სახლზე, აქ იდეად, რაც თავისთავად ასაკვირველია ძალიან მნიშვნელოვანი იდეა, მაგრამ მე დავტვირთავდი შინაარსი და პირველ შინაარსით უნდა დაიტვირთოს. აქ არის ორი უნიშნულოვანი შინაარსი, ოსა ორი ფაქტორია ძალიან მნიშვნელოვანი. და ერთი არის გამაერთიანებელი, საერთო ინტერესები. საერთო ინტერესები არის ზუსტად კულტურა და საერთო ინტერესები არის დანარჩენი კრებსიც შეიძლება იყოს ეკონომიკა, ფინანსები, რაც გინდა. ანუ იდეა გამაერთიანებელი იდეა. გამაერთიანებელი იდეა რაზე დაფუძნდება. ეხლა მე გეტყვით ერთ ძალიან მნიშვნელოვან ფაქტორს. ეხლა უკვე ეს აღარ არის, მაგრამ მე როგორც კავკასიის ესე ვთქვათ, პოლიტიკური კავკასიოლოგიის სპეციალისტი თუ არა ყოველთვის მიახლოებული ამ საქმესთან. შემიძლია გითხრათ, რომ არაერთი ჩემი ვიზიტის დროს მაკვირვებდა შემდეგი გარემოება. ავტობუსის მძღოლებს სურათები აქვს ჩალაგებული, ხო იცით? ხოდა ჩალაგებული კონდათ სამი ქართველის სურათი ძირითადად. არა, სხვა სურათებიც იყო, მაგრამ ეს სამი ქართველის სურათი იყო. ერთი იყო სტალინი, რომელსაც ესენი გაასახლა დიდი ნაწილი კავკასიელების. მეორე იყო ყაზბეგი და მესამე ვაჟა-ფშაველა. ალექსანდრე ყაზბეგი და ვაჟა-ფშაველა. ეხლა ამ სტალინზე ვეკითხები, რომ რატომ თქვენ ხო გაგასახლათ ამან და რატომ ხო უნდა გქონდეთ რაღაც. მე უყვებოდი, იცი, რომ გამემძაფრებინა სიტუაცია, რომ ბრძანება გასცა სტალინმა, პროფესორი მოიფიქრა სტალინმა, ბრძანება გასცა ქართველმა ბერიამ და აღასრულა ქართველმა გენერალმა გვიშიანმა. თქვენ რატო კავკასიელი იყო? აი ეს ყაზბეგი და ისა ვაჟა-ფშაველა ხო იცით ვინც არის? კი, როგორ არა ქართველი პოეტები, აბა თქვენ რატო? იმიტომ რომ კავკასიელები არიან და სასახელოებია. იცი როგორ ამას რო გეუბნება მორჩა. ინგუში რომ დაგიწყებს ლაპარაკს, რომ იცი როგორ არის, მე მახსოვს პაპაჩიმი მიყვებოდა რომ დავბრუნდით 57 წელს აქ ქართველებმა ცხელი სადილი დაგვიტოვეს. ეს ხო მაგათ ქართველებს გადაეცათ ეს ტერიტორია. ხო და იმათმა სახლები პირდაპირ გავიდნენ ჩვენი სახლებიდან, რომელიც დაკავებული ჰქონდათ მანამდე. აი პრიკოროდნის რაიონი ოსებმა არ დაგვითმეს და ქართველები ეს ამას ვერაფერი რატო აკეთებდნენ მეთქი ამას თქვენი აზრით ვეკითხებოდეთ. იმიტომ აკეთებენ სხვა კულტურაა. უნათესავე. ერთ ისტორიასაც გეტყვით უბრალოდ რომ აფხაზეთის ომი ახალი დამთავრებული იყო, როდესაც მე მომიწია ყაბარდო-ბალყარეთში ჩასვლა. იქ ბევრი ისტორია გადამხდა, ხე მას არ მოგიყვებით. ეს ოფიციალური დელეგაცია იყო, ქართული დელეგაცია და ამის დელეგაციის ხელმძღვანელი ვიყავი. დეპუტატი გახდით მაშინ პარლამენტის. ხო და მოკლედ იყო შევიკრიბეთ კინოს ცენტრი. კინოს არ იღებდნენ მართალი, მაგრამ კინოცენტრი ჰქონდათ ყაბარდო-ბალყარეთში და იქ შევკრიბეს აღმოს ჩვენ იქაური ინტელიგენცია. ესე იგი, სადაც შეხვიდოდი ყაბარდო-ბალყარეთში ჰუმანიტარულ რომელიმე დაწესებულებაში ინსტიტუტი იქნებოდა, ეს მუზეუმი იქნებოდა, ბიბლიოთეკა. ყველგან იყო გამოკრული არნოლდ ჩიკობავას სურათი ყოლა ჩამოკიდებული, ამ კაცმა შექმნა კავკასიოლოგია. კაი ბატონო. ეხლა ვზივართ, მსხედვართ ამ კინოს ცენტრში და ლაპარაკი დაიწყო იმ თემაზე, აფხაზეთის ომი ვინ არის აფხაზეთის ომში დამნაშავე. ამ ყაბარდოელებს, ანუ ჩერქეზებს უამრავი ხალხი იყო დახოცილი, დაღუპული ჩვენთან ომში.
ძიმის არ უყარს სასაუბრო. უცებ კარები იღება და შემოდის ყარაჩეევა ჩერქეზების დელეგაცია. ისინი ჩამოსულან გაუგიათ რომ ქართველები ჩამოვიდნენ. წინ მოუწვის სამი ასაკოვანი კაცი, შავჩეხებში არიან გამოწყობილი. ფეხზე ადგა, იქ ხო იცით როგორი ეს ტრადიციის ნაწილია. იქ დღემდე მუშაობს ქცევის კოდექსი, ხაბზე ექვია. ავდექით, მე დავსხეთით და გავაგზავნეთ ხა ერთმანეთს გინება ამ იმაში რა ქვია, მინდა იწყო ომი. ცოტა ხანში ადგა ერთ-ერთი ხანშესული წარმომადგენელი ჩერქეზი ხალხისა და გავჩუმდით ყველანი და ის გვეუბნება უცებ ეგეთ ფრაზას. მე მგონი ძალიან მნიშვნელოვანი ფრაზაა. კავკასიაში ქართველები ხართ უფროსი ძმები. და უფროს ძმებს შეცდომის დაშვების უფლება არ აქვთ. დამთავრდა ამით ყველაფერი. ხო არ დავიწყებთ იქ გამაწარეთ ჩვენ უფროს ძმები არა ვართ. ხო და ამით იმის თქვა მინდა რომ როდესაც ისტორიულად განსაზღვრულია შენი როლი ზუსტად იმიტომ რომ შენ მოახერხე მაგალითი შექმენი, შეინარჩუნე შენი კულტურა და შენი სახელმწიფოებრიობა და შენი ენა და შენი სახელი ძალიან დიდი ტვირთი გვაქვს აკიდებული. აი ეს ტვირთი არის ასევე მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ კავკასიური ერთიანობის ელემენტების შექმნა. ახლა აქ პოლიტიკურ გაერთიანებაზე არ არის ლაპარაკი. ხო და ასეთი განძი გიჭირავს ხელში. ჯერ პირველ რიგში ამ განძის მცველი ხარ და მეორე რიგში ამ განძის პროპაგანდისტი ხარ. და პასუხისმგებლობას რასაკვირველია. დღეს ხომ განიავებულია ეს სამი. არ არის ბოლომდე განიავებული. ამ თემაზე რო ვლაპარაკობთ, უკვე ნიშნავს რომ არ არის განიავებული. თქვენ აი ბატონო მამგა რაზეც საუბრობთ. ეს ეხება ჩვენს იდენტობას, ხო? ანუ ჩვენ ამდენი ხნის განმავლობაში ჩვენმა ერმა ქართულმა სახელმწიფომ ვერ მოახერხეთ რომ ჩვენს იდენტობაზე დაფუძნებული თვითმყოფადი პოლიტიკა გვეწარმოებინა და ჩვენი ეროვნული თვითმყოფადი იდეოლოგია შეგვემუშავებინა, რითი უნდა გვემართა ქართული სახელმწიფო. ანუ ჩვენ ყოველთვის ვიყავით იდეოლოგიური ნასუფრალების შემყურე გარეშე ზესახელმწიფოების, ანუ გულისხმობ პერესტროიკის შემდეგ პერიოდს. ანუ ყოველთვის ვიღაცების დირექტივებზე გვქონდა ჩვენი სახელმწიფოებრიობა აწყობილი, ყოველთვის ვიღაცებთან ანგარიშვალდებულნი ვიყავით, მაგრამ ჩვენი თვითმყოფადი ნაციონალური იდენტობა, ეხლა ტერმინი ნაციონალიზმის ეშინიათ და მეც არ ვიყენებ ხოლმე ამ ტერმინს, მაგრამ თუ დავარქოთ ამაზე ეროვნული იდეოლოგია. ეროვნული იდეოლოგია, რომელიც თავის თავში მომცველია საერთო კავკასიური იდეისა, თავის თავში მოიცავს იმ უცხო ეთნიკური ჯგუფების ინტეგრაციას, ოღონდ არა გადაყლაპვას. ქართული სამყარო როგორი იყო? როგორც აი თაიგული, ყვავილების თაიგული, მრავალი თაიგულში შემავალი კომპონენტები, სხვადასხვა ყვავილები ქმნიან ერთ მთლიან თაიგულს და უნიკალურ სურათს იწვევს, ხო? როგორც მოზაიკა. ამ მოზაიკაში შემავალი სხვადასხვა ფერადი უჯრედები ქმნის ერთ საერთო სურათს. აი ესეთი იყო ქართული სამყარო და ეს იყო ჩვენი თვითმყოფადი ისტორიულად ათასწლეულების განმავლობაში აქ ავტოქტონი ეთნოსის მიერ ჩამოყალიბებული ეთნოფსიქოლოგია. აი სწორედ ამ ეთნოფსიქოლოგიიდან, ამ ჩვენი სულიერი კულტურული წიაღიდან გამომდინარე, ჩვენი ეროვნული თვითმყოფადობიდან გამომდინარე ნაწარმოები, ნაციონალური პოლიტიკა და იდეოლოგია ვერ შევიმუშავეთ და არ შევიმუშავეთ. იმიტომ რომ აქ ვინც მუშაობდა არ, იმიტომ ხან იყო და სოროსის ფონდი ვკარნახობდა, როგორ უნდა გვემუშავა, ხან ჩრდილოეთიდან წამოსული დირექტივები და კიდევ მრავალი, რაზეც ახლა არ მოყვები, კიდევ მრავალი სპეცსამსახურების ინტერესები იყო არის და იქნება. დღეს ახლა კონკრეტული ადამიანების რაღაცა ვიწრო კლანური ბიზნეს ჯგუფები განაგებენ იმას, როგორ უნდა წარიმართოს ქართული პოლიტიკა. აი თქვენ რაც ისაუბრეთ, მე აბსოლუტურად სრულიად თანხმედრაში ვარ თქვენს იდეებთან. ზუსტად ანალოგიურად ვფიქრობ. მე ვფიქრობ საჭიროა ამ ყოველივეს იდეოლოგიზირება, ანუ ჩვენ უნდა შევქმნათ ეროვნული ქართული იდეოლოგია, რომელიც თავის თავში მოიცავს საერთო კავკასიურ იდეოლოგიას. აი რაც თქვენ ბრძანეთ, რომ უფროსი ძმა იყო ქართველი, კავკასიაში ცენტრალური ფუნქცია საქართველოს ეჭირა ამ ყოველივეს გამაერთიანებლისა და ამ ეს ცივილიზაციური ფენომენი კავკასია მერე დედამიწაზე თავის უნიკალურ ადგილს იკავებდა ისტორიულად ყოველთვის. და ამას მრავალი და გეოკულტურული არბიტრი იყო, გეოპოლიტიკური ყველანაირი ფუნქციით კავკასია და საქართველო აქ იყო ორი უდიდესი ცივილიზაციის დამაკავშირებელი ხიდი და არა დაპირისპირების პოლიგონი, როგორც ცდილობენ რომ დღეს გარდაქმნან. და აქ ვიღაცებს დიდი სამხედრო ბაზების და ატომური იარაღების განთავსებაც უნდათ, ხო იცი? უტრიებლად რო ვთქვათ, ანუ ყველას აქ რაღაც ინტერესი და არა ჩვენ არ გვაქვს ჩვენი თვითმყოფადი ეროვნული ქართული იდეოლოგია. და მე მგონი ეხლა ვინც თქვა თქვენაირი მოაზროვნე ადამიანები და ყველა ისინი მე ჩემ თავს არ მყადნიერდები და არ მოვიაზრებ რაღაც ზემოთ იმ
ის ადამიანები, ვისაც აზრის ეკითხება, ვისაც ჭკუა მოეკითხება და ვისაც აქ სათანადო ცოდნა, გამოცდილება და სოფმხედველობა შესაბამისი, თავარი მაინც მე ვფიქრობ გულის მდგომარეობა, ადამიანი როგორ უყურებს საკითხს, როგორი განწყობებით არის მიმართული ამა თუ იმ მოვლენის მიმართ. მე დღევანდელ ქართველ პოლიტიკოსთა აბსოლუტურ როლში ვერ ვგრძნობ იმ ნამდვილ განწყობას, რომ მათ დავუჯერო, მათ მივენდო. აი მე ვფიქრობ, რომ საჭიროა სწორედ ისეთმა ადამიანებმა იმუშაონ ამაზე, ვისაც განწყობა აქვს სწორი, ვისაც ანუ ასე რომ ვთქვათ უყვარს მარტივი ენით რომ ვთქვათ თავის სამშობლო, ანუ პატრიოტული მოტივები ამოძრავებს და არაპირადი ვიწრო ინტერესები და ასეთმა ხალხმა უნდა შეიმუშაოს, მე ვფიქრობ ის ქართული სახელმწიფოებრივი ეროვნული იდეოლოგია, ის ეროვნული იდეა, რაზეც თქვენი საუბრეთ, აი ეს ყველაფერი ჩვენ პოლიტიკად უნდა ვაქციოთ, ანუ ეს უნდა გადმოვიტანოთ და დავნერგოთ პოლიტიკაში. და ამ ყოველივეში გეგა თქვენი აზრი სწორედ ამაზე მაინტერესებს, აი ამის ფუნქციონირება როგორ უნდა მოახდინოს, ეს როგორ უნდა ვაქციოთ რეალობად ეს ჩვენი იდეები და კონკრეტულად ეს იდეები როგორ უნდა დავნერგოთ სახელმწიფოებრივ ცხოვრებაში. აი ამაზე არის თქვენი აზრი საინტერესო. ეს ერთი გადაცემის ფორმატი არ არის, მაგრამ მე გეტყვით ჩემს პოზიციაზე უკვე მართლა გაინტერესებთ. დიახ. არ არის ეს თული გასაკეთებელი სხვადასხვაის, ოღონდ სახელმწიფომ ხელი არ უნდა შეგიშალოს. ხელი შეწყობაზე არ ვლაპარაკობ, არ უნდა შეგიშალოს. სხვადასხვაის რა მინდა გითხრათ, ეხლა მე რასაც ვიტყვი, ამას მოყვება ერთი ჯგუფის ადამიანთა, ერთ მსმენელთა თუ მაყურებელთა ერთი ჯგუფის ისტერიკა, მაგრამ ვიტყვი. არ ახალია. ხო და ილია ჭავჭავაძე იყო უდიდესი ქართველი პატრიოტი და უდიდესი ქართველი ავანტიურისტი. რასაც ილია ჭავჭავაძე აკეთებდა ზოგ შემთხვევაში ესე იგი იმისათვის რომ ქართული საქმე გაეტანა, ამიტომ ზოგ შემთხვევაში კენცუგორებდა ნებისმიერ. ერთ შემთხვევაში კენცუგორებდა ნებისმიერს და ეფერებოდა და გენიოს ეძახდა. ოღონდ ქართული საქმე გაეტანა. ამ შემთხვევაში ქართველებს არ გულისხმობ, იმპერიის ჩინოვნიკებს გულისხმობ. ხო და დაგავიწყდება დუმის წევრები და გაუთავებლად. ხო და ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა ეხა მე ერთ ისტორიას გეტყვით, რომელიც ჩემთვის წარმოუდგენელია 1894-15 წელია. და ესე წკიბზე დგას ბათუმი, ვინსი კონტროლის ქვეშ იქნება. ჩაავლო, მოკიდა ხელი ლუკა ასათიანს, ილიამ და წაიყვანა ბათუმში წამოდი ახლა იქ ქალაქის თავი უნდა გახდეო. ის ლუკა ასათიანიც ასეთივე იყო რა და წაყვა. ესე იგი არჩევნები რო ჩატარდა წინა ღამეს ილიას მეთაურობით მოლაპარაკება მოხდა ორი ეროვნული უმცირესობების ორი ჯგუფის ლიდერთან. ღამე. ეხლა რით დამთავრდა ეს რით კი არა რა ტიპის მოლაპარაკება იყო ის მას ნომამაყოლებთ. მაგრამ აი რო არ მოკლედ 100 თუ ისეა შედეგი დადგა დილით ის რომ დაიწყო არჩევნები. მოწინააღმდეგე სხვა ეროვნების წარმომადგენელი იყო, ზეიმობდა გამარჯვებას, იმიტომ რომ შანსი ნამდვილად ჰქონდა და ილია მთელი დღე იჭდა აი ამ ყუთთან. მთელი დღე არავინ არ გააკარა. და აი ამ ყუთთან იჭდა და ყველას ამოწმებდა ვინ როგორ ჩააგდო. საქმე იმაში არის რომ თან არაფერი ბათუმში იყო, იმ ერთხმნარი ჩამოვიდა და რაღაც გაუხედია იქით, მაგრამ საქმე ხომ მიაღწია ლუკა ასათიანი გაიყვანა. მე რა მინდა ამით იგითხრა რომ აი ესეთი რამის გამო ყველაფერზე წამსვლელი იყო ქართულ საქმეში მოგებული დარჩენილი. იქ მაიმუნობაზე და იმაზე ლაპარაკი არ არის. აი ინტრიგანობა, კარგი ის ინტრიგანობა კი არა, როგორც ავანტიურა კაი გაგები. რეალ პოლიტიკას რასაც ეძახიან, ხო, რეალ პოლიტიკას ბიოგრაფიას რო ეცნები ვერ წარმოიდგენო ამ კაცს შეიძლება ასეთი რაღაც ისეთ ნაბიჯები დგამდა, იქ დუმაშიც დგამდა, სხვასთან. იმიტომ რომ რაში გეუნებით ახლა მე გული მწყდება. დღეს ალიევი არის თეცხეზე. თეცხეზე მარტო იმიტომ კი არა რომ ყარაბაღის ომი არა. თეცხეზე იმიტომ რომ მისმა დიპლომატიამ უზარმაზარ წარმატებას მიაღწია. სადაც საჭიროა. აი სულ ეძახია რომ იკრის დიპლომატიის მეფე დასინიან ვითომ. შედეგი დადო. იქ შედეგი დადო. ისრაელთან მეგობრობს, თურქეთი გაგიჟებული ყავს ამის გამო. ეხლა ხან, აი იანვრის ბოლოს ხელი მოაწერა ერაყის ქურთისტანის ხელმძღვანელობასთან საკონსულო თანამშრომლობაზე. ეხლა ეს ანკარისთვის არის დასაბმელი გახდნენ. ეხლა ანკარი წარმოგიდგენ ქურთისტანს რომ სტატუსს მისცემ რა. ხო და მაგრამ მიდის იმაზე რომ აი რაც თვითონ მისი ქვეყნისთვის უკეთესია საგარეო პოლიტიკას გულთხოვ, საშინაო პოლიტიკას ნუკითხავ, საგარეო პოლიტიკას აი იმას აკეთებს რა. აი თქვენ ბრძანეთ რომ ერთ ჩვენთვის სუდია, კარგი არ აქვს მნიშვნელობა მაგას. მე ვლაპარაკობ გვერდიდან როცა უყურებ. აი ესია საქმე ამაშია.
ესე იგი საქართველოს არ ჭირდება გულზე ჯიღის ბრაგუნი. ჩუმად, კულუარულად, ან თუ გინდა ღიად, მაგრამ ისე უნდა აკეთო ქართული საქმე, რომ აი სულ როგორ თხუნელამ უნდა იმუშაო, იმისთვის რეზულტატი დაადო საბოლოო ჯამში. არ ჭირდება კიდე ერთხელ მეორე წივილ-კივილი და ხმრიცირვილი აკეთე, ჯერთი არ შეგილია. ამიტომ ყველა გზა უნდა გამონახო იმისთვის, რომ პატარა ქვეყანამ მსხვილ პოლიტიკურად მსხვილი ფიგურების ეწოლას გაუძლო. რუსეთი იქნება, ამერიკა იქნება, ინგლისი, არ აქვს მნიშვნელობა რა. აი, ხო გეუბნებით, ჩვენ ვერ ვახერხებთ, ვერავითარ ძალიან გვიჭირს ხოლმე ექსტრემალურ სიტუაციაში. თუნდაც დავით აღბაშელებლის მაგალითი, როდესაც თავის დროზე სანამ დავითი მოძლიერდებოდა, სანამ დიდგორს მოიგებდა, იგივე პოლიტიკა არის, ხო? ანუ ეს გიორგი ბრწყინვალე. ყველა ჩვენი დიდი გიორგი ბრწყინვალე იყო გენიოსი. დიახ. გიორგი ბრწყინვალე იყო გენიოსი, ვიც წინააღმდეგი იყო პირველ დღეს მოიშორა თავიდან. წინააღმდეგი არა, ვიც მუყვირალა იყო. 19 წელი ხარკს იხდიდა გიორგი ბრწყინვალე. აი თქვენ ბრძანეთ რომ ერთი ვაივიში დაიწყება ახლა თუ მოისმენენ და უბრალოდ ვაივიშისტებისთვის საყურადღებოთ მინდა ვაივიშისტები საკმაოდ უსმენენ ამ ტელევიზიას. უბრალოდ მათ საყურადღებოთ მინდა განა იმიტომ რომ დაუშვათ ნაკლებად გასაგებად წარმოთქვით. ავანტიურა თვითონ ეს დეფინიცია კარგად გაანალიზეთ რა არის. აქ საუბარია დიდ დიპლომატიაზე. იმ დიპლომატიაზე არა თქვენ რომ მიგაჩნიათ პატივცემულებო რომლებიც აი ჩასაფრებულის პოზიციაში ბრძანდებით ხოლმე. აქ საუბარია უდიდეს დიპლომატიაზე. თვითონ საქალაქო არჩევნები თქვენ კარგად იცით ილია მართალმა ილია ჭავჭავაძემ წააგო კაცო. როგორც აკაკი წერეთელმა წააგო საჩხერეში ზესტაფონელ ხუსკივაძესთან, მაგრამ ამაში არაა საქმე. უბრალოდ თავდადებაა საჭირო, თავდადებულობაა საჭირო და აი თბილისში წააგო ილიამ თბილისში წააგო ბათუმში არა ბათუმში ბატონო იქ ასათიანი რაზეა საუბარი როგორ ძანეთ ხუთთან დარაჯო მოდარაჯე იყო ყუთის კაცი მეტი რა ექნა და მისი ხელი და თვალი სად მიწვდებოდა კიდევ ადგილი და კუთხე კუნჭული არ იყო ეს იყო მართლა ერის მამა და ერის კაცი და აქ დიდ დიპლომატიაზეა საუბარი თქვენ ბრძანეთ რომ აი სუვერენულ ასე ბრძანებენო ვიცი რომ ბრძანებენ კაცო სარწმუნოება თვინიერ საქმეთა მკვდარ არ არის. რას ბრძანებენ ახლა ესენი დატოვონ თავიანთ ოჯახებში და თავიანთ სამეგობროებში და ისინი ცოდვები არიან კიდევ თუ ვინმეს აფკოლებენ. უბრალოდ რეალურად აქ სუვერენიზმისაკენ კი არაა ნაბიჯები გადადგმული ბატონ მამუკა. აქ ჩემის აზრით აი ძალიან მოკლედ ვიტყვი, აქ სუვერენიტეტი რა არის თუ არა გაძლიერება ქვეყნისა, ქვეყნის სახელმწიფოდ ქცევა, იმ სახელმწიფო ნიშნებით და არა მხოლოდ გერბი და დროშა, ხო? სახელმწიფოებრიობა, რასაც წარმოადგენს, ხო, მისი ფუნდამენტი. ამისკენ არა. უბრალოდ საკუთარი თავების გაძლიერებისაკენ, საკუთარი ფისკალური რაღაცა სიმდიდრეების რაღაცა და შოვნისაკენ მხოლოდ და ჯიბის გასკენ, ანუ ქვეყნის გაძლიერება და სუვერენიტეტი საკუთრივ ეს გაძლიერება, საკუთრივ თავიანთი ოჯახების გაძლიერება დააღიქვა ამ ადამიანებმა და აი ამიტომ დღეს მოდაშია დამკვიდრდა ახლა ეხლაც ჩვენი ტარგეტული მართლა მიმართულება ამ კუთხით რა უნდა იყოს. როცა მესვეული ყავს, რომელიც არად დაგიდებთ, რომელიც გბლოკავს, რომელიც ამხელა ერთობას ყადაღას დაადებს, კომისიის წევრებს ჩამოართმევს. აი ჩვენი მიზანმიმართულება საზოგადოებისა გარდა კონსოლიდაციისა და ეს კონსოლიდაციას თითქოს გაიცვითა არ უნდა იყოს უფრო მეტი აქტივობა როგორ არ უნდა იყოს უფრო მეტი აქტივობა უბრალოდ რაშია საქმე იცი რომ მე ვარ უკვე იმ ასაკობრივ ჯგუფს ვეკუთვნი რომელიც წარმავალია ეს ფაქტია ეხლა ნოვიგამოთ ხო და ჩვენ იმდენი აქტივობა გამოვიჩინეთ ამ წლების განმავლობაში რომ დავიღალეთ არ დავღლილვართ როგორ არის იცი იგივე შეცდომების გამეორება არ გვინდა. მე მაგალითად გვერდიდან ყურების დროს ვატყობ რომ ერთ იგივე შეცდომები განსაკუთრებით ახლა თუ კარე პოლიტიკაზე ვილაპარაკებთ დღეს სომხები იმეორებენ იმ შეცდომათა ნაწილს რომელიც ჩვენ ერთხელ უკვე ჩავკავდით. უკრაინელებმა გაიმეორეს გენიალურად ჩვენი შეცდომები ეს მაღალ დონეზე ძალიან პრო ესეთი ვაჟკაცურად. თან ერთი წელი მათთან ვიყავი 2015 წელს და მაშინ გთხოვეს თანამშრომლობა და ვეხვეწებოდით რომ აი ეს შეცდომა და ეს არ გაიმეოროს ზუსტად ეს შეცდომა კარგი და საქართველოს ქართველები ხო თვისებაა ეს რომ მე ვარ და ჩემი ნაბადი ექსტრემალურ სიტუაციაში აუცილებლად და მე უჩემოთ ვით იმღერო
და ყოველთვის არის ხოლმე რომ საქართველოს მასში ჭირდებოდა ადამიანთა ერთი ჯგუფი ლიდერთა ჯგუფი დავარქვათ ასე სხვანაირად რომელიც რომელსაც შეიძლება გაერთიანებინა ეს ჭრელი საზოგადოება და დაეკმაყოფილებინა ყველას ეგო იმიტომ რომ ყველას თავისი ეგო აქვს მოგესალმება აი ესეთი ვითარება ვერ შეიქმნა ქვეყანაში ჯერჯერობით მაგრამ მე ეხლა გვერდიდან ავუყურებ ამას მეთქი ყველაფერს და ვხედავ ზუსტად იგივე შესაბამისად როგორ მეორდება 10 წლებში ერთხელ ძალიან სტაბილურად მაგრამ ის ამას თანდათავის დრო ჭირდება მე ვთვლი რომ ამ კონსოლიდაციისა და გონზე მოსვლის გარეშე არაფერი არ გამოვა საკუთარი შეცდომის გაანალიზების გარეშე არ გამოვა თან ჩემი თავობის ის ადამიანები ვინც შეცდომა დაუშვა დღეს იგივე შეცდომის დაშვებას ცდილობენ თვითონ და ასწავლიან სხვას რომ შეცდომა დაუშვა უკვე გავიარეთ მოკლედ ჩემი რეკომენდაცია არის ასეთი თუ მისაღებია ეს რეკომენდაცია რომ ამ ქვეყნის სახელმწიფოს მშენებლობა გაგრძელდება დაუსრულებლად სხვები გაგვასწრებენ როგორც ახლა გვასწრებენ უკვე ჩვენი ზოგიერთი მეზობელი იმ შემთხვევაში თუ არ მოხდება გადახედვა საკუთარი რესურსებისა მათ შორის საზღვარგარეთული რესურსებისა იმიტომ რომ უამრავი ძალიან ძლიერი ქართველი მოღვაწეობს საზღვარგარეთული მზად არის საქართველოს დაეხმაროს თუ არ მოხდება იმ რესურსების მოძიება, რომელიც ქვეყანაში არსებობს, თუ არ შეიქმნება შესაბამისი საგანმანათლებლო და იდეოლოგიური ფონი ქვეყანაში, არაფერი არ გამოვივა ჩვენ და ვიქნებით სულ ესეთ ჭიდაობაში, არ განადგურდებით, დარჩებით ცოტანი, მაგრამ ვიქნებით მუდმივად და აი ეს მუდმივად ვიქნებით ჭიჭყინის და სხვისთვის გულის მოგების მდგომარეობაში. თუმცა იმედი დავიტოვოთ რომ და ვიცით კარგად რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და ჩვენი სიმდიდრე მხოლოდ სიმრავლეში და თითქმის არც არასდროს სიმრავლეში არ იყო პირიქით მე გადაედებოდა ეს დადებითი ეს ეროვნული მუხტი ზოგი გამოფხიზდებოდა ლეთარგიიდან გამოვიდოდა ვიღაცას ეძინა თუ ვითომ ეღვიძა ისიც აზრზე მოდიოდა ვიქნები ასე უხეში ვაპატიეთ მაგრამ ეს აუცილებელია გასაგებია ერთ ჩვენ სამხრეთ მეზობლო ქვეყანაში სადაც ქართველები ცხოვრობენ დიდი ხანია უკვე ერთმა იქაურმა ქართველმა მითხრა რომელიც არ ელაპარაკებოდა აქედან ჩასულ ქართველებს და საქართველოში ნამყოფი არ იყო, მაგრამ საქართველოს წარმოადგენდა ქონდა რაღაც ზღაპრულ ქვეყანას და გიყვებოდა შენ საქართველოსთან ჩასულს გიყვებოდა ისეთ საქართველოზე ეს ზღაპარში გიგვირდა კიდევაც რასაც მელაპარაკება ეს კაცი. მაგრამ თან ისეთი შეიძლება გავლენიანი კაცი იყო ძალიან. ხო და იქ იყო ჩვენი მენავთობეები მუშაობდნენ იმ რეგიონში. სულ ცოტა დაგვიმატეთ რა პროდიუსერი. და ვამთავრებ უკვე. მენავთობეები მუშაობდნენ იმ რეგიონში და ჩვეულებრივი თბილისელი ვიჭები და საქართველოსთან წასული ადამიანები. ამას ვეკითხები რომ იმ მენავთობებთან გაქმეთ კი ურთიერთობა და არა მაქვს. რატომ მეთქი ვეკითხებით? იმიტომ რომ ისინი ენით არიან ქართველები და მე კიდე გულითა ვარ ქართველი. გასაგებია. ხო და ამითი ბევრი რამე მითხრა რა. ეხლა ნუ ხომ წარმომიდგენ ეხლა ისინი რამდენიც იყაყანებდნენ, რამდენიც იჩხუბებდნენ ერთმანეთში. ამისთვის საქართველოს სხვა იყო, ამისთვის საქართველოს იყო ზღაპარი. ამისთვის საქართველოს იყო უსანუ კრესი ოცნება. იმდენად საოცარი ოცნება იყო, რომ ჩამოსვლასაც კი ვერ ბედავდა იმედი რომ არ გაცურებოდა და ეხლა იმას ვითომეტეს არ ელაპარაკებოდა. მე ვიცი რომ ასეთია ნებისმიერი ქართველისთვის გულის სიღრმეში საქართველოს. მაგრამ ამას ბევრი ჭუჭყის მოცილება უნდა. კი ბატონო, აი ჩვენ დრო ამოგვეწურა. რა თქმა უნდა, მადლობის მეტი რა გვეთქმის, დიდი მადლობა ბატონ ჩემო. დრო კიდევ თუ გამოიძებნება, რა თქმა უნდა, მხოლოდ მოხარულები ვიქნებით თქვენი სტუმრობით და ეს არ არის მხოლოდ სტუმრობა სტუმრობისათვის, ეს არ არის მხოლოდ სიტყვის თქმა სიტყვის თქმისათვის, ეს არის შემოძახება, ერთმანეთის გამხნევება, ვიცით რა მდგომარეობაშიც ვართ. კომპეტენტურ გამოცდილ ხალხს უნდა ვუსვინოთ, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა ჩვენი ერის ცხოვრებაში. მეორე ფორმატიც გვექნება, ეხლა მცირე ჭრის შემდეგ, დიდი მადლობა ტელემაყურებელს, არ გადართოთ, ძალიან მალე დაგიბრუნდებით. დიდი მადლობა ბატონ მამუკა, დროებით დაგემშვიდობებით თქვენი ჭირით. კარგად იყავით. კარგად ზანდებოდ.